ობსტრუქციული დაავადებები და მასთან დაკავშირებული გართულებები. სტუმართან ერთად მოვისმენთ ექიმის რჩევებსა და რეკომენდაციებს. თემაზე სასაუბროთ კი შემოგვიერთდა ფიზიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ვაჭარაძე. დილამშვიდობის ბატონ კახა, გმადლობთ მობრძანებისთვის, გმადლობთ რომ დრო გამონახეთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ორცასიამოვნოა თქვენთან ვიზიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მნიშვნელოვანი თემების გაშუქება, რომელიც ასე რიგად საჭიროა ჩვენი საზოგადოებისთვის და ზოგადად მსოფლიოში. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე, მაგრამ მოდით ორივე სიტყვით თქვათ თუ რას წარმოადგენს ობსტრუქციული დაავადებები. მოგახსენებთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ეს არის მთელი ჯგუფი, რომელიც შეიცავს ისეთ საკმაოდ გავრცელებულ დაავადებებს, როგორც არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქოექტაზია, ემფიზემა. ეს არის ურთულესი დაავადებები, რომელთანაც ბრძოლა ჯერჯერობით საკმაოდ გართულებულია, მიუხედავად თანამედროვე ტექნიკის მიღწევებისა. დღესდღეობით ჩვენ კვლავ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ზემოთ აღნიშნული დაავადებები პროგრესირებენ და მსოფლიოში მათ უკავიათ სიკვდილიანობის მიხედვით მესამე ადგილი. ეს არის ჩუმი დაავადებები, ეგრეთ წოდებული, რომელიც მიმდინარეობს თავიდან შეუმჩნევლად, ამიტომაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზიტს ექიმთან, პრევენციას, პროფილაქტიკურ გასინჯვებს, რაზეც თქვენი ეთერიდან ჩვენ არაერთ გზით გვისაუბრია. დიახ, ბატონ კახა, ვისაუბროთ ასევე გამომწვევ მიზეზებზე, იმიტომ რომ არაერთი არის თავისთავად გარდა თამბაქოს მოხმარებისა, არის კიდევ რიგი ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადებები და გაართულოს მდგომარეობა. რასაკვირველია, აქ უდიდეს როლს თამაშობს უპირველეს ყოვლისა გენეტიკური ფაქტორი, არის ესეთი ფერმენტი ალფა-1 ანტიტრიფსინი და მისი დეფიციტი არის განპირობებული ერთ-ერთი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების. შემდეგ რასაკვირველია ეს არის მწეველობა, ეს არის გარემო პირობები თუ საცხოვრულ ჩვენ და აი ამიტომაც როდესაც ჩვენ საუბრობთ ჯანსაღ-ცხოვრების წევზე, სუფთა გარემოზე, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ის უაღრესად დიდ როლს თამაშობს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პრევენციასა და შემდგომ მის ეფექტურ მკურნალობაზე. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ისეთ დაავადებებს ანამნეზში, როგორც არის ალერგიული დაავადებები, რომლებიც წინაპირობას წარმოადგენენ შემდგომში უკვე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებს. აი ბავშვობაში ხშირად მოავადე ბავშვები ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენენ. და არის ეგრეთ წოდებული უცნობი ეტიოლოგიის ობსტრუქციული დაავადებები, სადაც მიზეზი ფაქტიურად ჩვენთვის უცნობია. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ შემთხვევას, რომ როდესაც ადამიანები მუშაობენ სპეციფიურ გარემოში, ეს არის ვთქვათ მაღალი დაბინძურების არე, ეს არის მაღალი თერმული ასე ვთქვათ ტემპერატურის არსებობა სამუშაო პირობებში, ეს იწვევს ეგრეთ წოდებულ რემოდელირებას სასუნთქის სისტემის, რაც თავისთავად უკვე მოქმედებს იმ ფაქტორზე, რასაც ქვია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარება და მისი გამწვევებები. დიახ, ბატონ კახა, რამდენადაც ვიცით და როგორც გვახსოვს წინ თქვენი სტუმრობებიდან და საუბრიდან, ეს დაავადებები თავდაპირველად ვითარდება ისე, რომ შეიძლება სხვა რესპირაციულ დაავადებებთან გავაიგივოთ, ასე ვთქვათ, ხომ? და თქვენ როგორც ვთქვათ, ეს არის ჩუმი დაავადება და ჩუმად ვითარდება, ასე ვთქვათ, ხომ? რა შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ გამოვავლინოთ ეს დაავადება, რას უნდა მივაქციოთ მეტად ყურადღება, რომ არ ჩავთვალოთ ეს რესპირაციულ დაავადებად, არამედ ჭერჭვი მივიტანოთ უფრო გართულებულ ფორმაზე. ხშირად პაციენტების უმეტესობას, რომელსაც აღინიშნება ისეთი ეგრეთ წოდებული თითქოს უმნიშვნელო სიმპტომები, როგორც არის ქოშინი, იოლა, დაღლა, ხველა, როგორც შეიძლება იყოს მშრალი, ასევე პროდუქტიული, ხშირად სისხლიანი ხველა, ქოშინი, ნახველის გამოყოფა. აი ეს არის ის სიმპტომები, რომლებმაც პირდაპირ უნდა მიგვანიშნოს ჩვენ, რომ მომავალში შეიძლება ამ პაციენტს განუვითარდეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ან მას უკვე აქვს ზემოთ აღნიშნული დაავადება, ოღონდ გააჩნია რომელი ხარისხის. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება თავისი კლასიფიკაციით იყოფა 4 ძირითად ჯგუფად. პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე, ანუ მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე.
დიახ. ასე ძალიან საყურადღებო არის ის ფაქტი, რომ თვითნებურად კონსულტაციის გარეშე მიბრძანდებიან, ახლა ზაფხულის პერიოდია თავისთავად და ყველას გვინდა დასვენება, ხომ? და ხშირად ისეთ არასასურველ გარემოში ხვდებიან, რამაც შეიძლება პირიქით გაამწვავოს მდგომარეობა. მოდით ავხსნათ მაყურებელს, ვურჩიოთ, მიცეთ რჩევები, რეკომენდაციები, თუ ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ფილტვის ობსტრუქციულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, სად არ უნდა დაისვენონ და რა უნდა გაითვალისწინონ? ძალიან საინტერესო შეკითხვა. ეს დაახლოებით ისეთივე თემაა, როგორც მაგალითად უკითხავად და ექიმის დანიშნულების გარშე დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია, რაც გლობალური პრობლემაა და მიგვიყვანა იქამდე, რომ 1990 წლიდან უკვე განვითარდა რეზისტენტული შტამების არსებობა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. აი სწორედ დასვენების ფაქტორი არის ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი საკითხი და თემა, აი რომელიც ძალიან საინტერესოდ უნდა იქნეს გაშუქებული, ვინაიდან პაციენტებმა თვითნებურად დასვენების ადგილის შერჩევა არ უნდა გადაწყვიტონ ექიმის და იმ სპეციალისტის მიერ, განსაკუთრებით როცა რესპირაციული დაავადებებს ეხება საქმე, აქ უნდა ჩაერთოს ოჯახის ექიმი, პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი და პედიატრიც და თუნდაც ყველა იმ სფეროს წარმომადგენელი, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევა ამ საკითხში. აი ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ობსტრუქციული დაავადებული პაციენტები იმის მიუხედავად თუ რომელი ხარისხის დაავადება ასავს, ეს არის საშუალო მძიმე თუ მსუბუქი, თავისთავად მიდის სანატორიულ კურორტული მკურნალობის ადგილებში და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა თავისთავად წარმოადგენს უნიკალურ კლიმატური პირობების მქონე ქვეყანა, სადაც ჩვენ გვაქვს მთის კურორტები, ზღვის კურორტები და აი გავრცობილი ჩვენ ძველი ისტორია ვიცით, რომ ხშირად დასავლეთში მაცხოვრებელი ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ ასთმა, ობსტრუქციული დაავადებები, როგორც კი რიკოც გადმოლახავდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, მათ ეს სიმპტომები აღარ ჰქონდათ. მიზეზი რა იყო? მიზეზი იყო ის, რომ აქ მშრალი კლიმატი, სუფთა გარემო თამაშობდა უდიდეს როლს, თუმცა თავის დროზე თბილისი თვითონ წარმოადგენდა როგორც კურორტულ ზონას და ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის საოცარი დაწესებულება, რასაც ქვია ბალნეოლოგიური კლინიკა, ხომ? დღესდღეობით მიიჩნევა, რომ სასუნთქის სისტემის დაავადებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუფთა გარემო, აუცილებლად დაბალანსებული ტემპერატურა და რასაკვირველია ტენიანობის შემცველობა. ამიტომაც ამ პირობებში საკმაოდ გავრცელებულია ისეთი კურორტები, როგორც არის ბორჯომის ხეობა, აბასთუმანი და სწორედ აი ეს რეგიონები წარმოადგენენ დღეს ძირითად სამკურნალო ზონას. თუმცა მაღალმთიან აჭარაშიც მოგვეპოვება მსგავსი კურორტები, ხომ? ბეშუმი და ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც პაციენტი მიდის სანატორიულ კურორტულ მკურნალობაზე, თუ რამდენ ხანს დაყოფს ის ამ კურორტზე, რა პირობებში იცხოვრებს, აი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ხშირად ჩვენ, როდესაც გვექმნება სურვილი, რომ პაციენტი გამოჯამრთელდეს, რასაკვირველია ბაზისური მკურნალობა, ეს არის მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ მასთან ერთად კლიმატოთერაპია თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. და სწორედ აქ ხდება ის პრობლემები, როდესაც პაციენტები ჩადიან, თქვა, თუნდაც აბასთუმაში მაღალ მოგეხსენებათ სიმაღლეებზე და აბასთუმანის სიმაღლე დღეს წარმოადგენს ზღვის დონიდან 1250 1400-1600 მეტრს გააჩნია რა რეგიონში ვარ ჩვენ. აი ამ დროს ისინი ხვდებიან იმ გარემოში, სადაც არის დაბალი ჟანგბადის შემცველობა ხშირად, აი განსაკუთრებით ფილტვების ფიბროზი დაავადებული პაციენტები, ეს საკმაოდ რთული დაავადება, მასთვის მაღალმთიან რეგიონში დასვენება არ არის რეკომენდირებული და თუნდაც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა მდგომარეობაშია პაციენტის სასუნთქის სისტემა და ეს განისაზღვრება ფუნქციონალური კვლევით, რადიოლოგიური კვლევით და თუ მას აქვს სუბუქი ან საშუალო ხარისხის ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, რასაკვირველია ამ შემთხვევაში მათთვის იდეალურია ეს გარემო, ხოლო თუ მათ აქვთ მძიმე ფორმა რესპირაციული დაავადებების, რომელიც მიმდინარეობს სუნთქვის უკმარისობით, ისინი არიან ჟანგბად დამოკიდებულებული. ამ შემთხვევაში ამ პაციენტების ტრანსპორტირება აბასთუმაში და გადაყვანა არის ძალიან მაღალ რისკთან დაკავშირებით. ამიტომაც ხშირად მოგმართავენ პაციენტები ჩივილებით, რომ აი ექიმო გადავედით ჩვენ
თქვათ ამ საერთაშორისო დონის კურორტზე, მაგრამ ისმე არ მომიხდა. იქვე სუნთქვის უკმარისობა მქონდა და ეს პაციენტებს გაუმწვავდათ ეს მდგომარეობა და ისინი დაბრუნდნენ უკვე კლინიკებში, ინტენსიური თერაპიის პალატებში, ან ხშირად რეანიმაციაში. აქ უკვე ასაკზე არ არის საუბარი, ანუ მხოლოდ ზრდასრულებს ეხებათ ეს საკითხი, არამედ მოზარდებსაც და პატარებსაც, ბავშვებსაც, ხო? რასაკვირველია, აქვე უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ აბასთუმანი და ბორჯომის ხეობა ის არის უნიკალური გარემო, რაც ჩვენ უფალმა გვიბოძა და მას ძალიან დიდი გაფრთხილება ჭირდება. რა უნდა იყოს გათვალისწინებული უპირველეს ყოვლისა, როდესაც ჩვენ მიყვავს ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები დასასვენებლად, უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს გათვალისწინებული სიმაღლე. თუ რა სიმაღლეზე მდებარეობს ეს თუ ის კურორტის ზღვის დონიდან. ოპტიმალური ეს არის დაახლოებით 800-დან 1500 მეტრამდე, ეს არის იდეალური. ტენიანობას უნდა მივაქციოთ ყურადღებას, რომელიც უნდა მერყეობდეს 60-დან 70%-მდე. ვინაიდან ზედმეტად გამომშრალი ჰაერი ან ზედმეტად ტენიანი ჰაერი შეიძლება იყოს მიზეზი სხვადასხვა რესპირაციული დაავადებების გამწვევებისა. და რასაკვირველია, გარემო ეს არის სუფთა მტვრისგან და მძიმე მეტალებისგან თავისუფალი გარემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აი ესეთ კურორტებზე ურბანიზაციის განვითარებას მაღალი კორპუსების ჩადგმა, ვინაიდან ეს თავისთავად ცვლის იმ მიკროკლიმატს, რომელიც ასე რიგად მნიშვნელოვანია ჩვენ და ჩვენ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ დავკარგოთ იმ კურორტების სამკურნალო თვისებები, რომელიც ასე რიგად მნიშვნელოვანია. ამ რეგიონებში უხვად არის თერმული წყლები, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აი აბასთუმისა და ბორჯომის ხეობის რეგიონი არის მდიდარი ისეთი მცენარეებით, როგორც არის ფიჭვი, ნაძვი, სოჭი და აი ეს მცენარეები გამოყოფენ უნიკალურ ნივთიერებას, რომელსაც ქვია ფიტონციტები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევის დროს აღნიშნული იქნა, რომ ისინი ახდენენ ანტიბაქტერიულ მოქმედებას და დამერწმუნებით დღეს, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ანტიბიოტიკების დეფიციტთან, მოგეხსენებათ უკანასკნელი 50 წელი ჩვენ ახალი ანტიბიოტიკები ფაქტიურად არა გვაქვს, ამ შემთხვევაში კლიმატოთერაპია და ანტიბაქტერიული მოქმედება იმ საოცარი პარკების, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, უდიდეს როლს თამაშობს ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. და აქვე მინდა დავძინო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პერიოდით ისვენებენ ჩვენი მოქალაქეები ხშირად, ეგრეთ წოდებული შაბათ-კვირის დასვენებების დროს, ვიკენდების დროს, ვფიქრობთ, რომ ორდღიანი გასვლა ეს საკმარისია, რათა აღვიდგინოთ ჩვენი ჯანმრთელობა და იმუნიტეტი. რეალურად ესე არ არის, ვინაიდან მინიმალური დღეების რაოდენობა, რომელიც ადამიანმა უნდა დაყოს ამ საოცარ გარემოში, არის დაახლოებით 2 კვირიდან 3 კვირამდე. ეს არის იდეალური პირობები, როდესაც ადამიანი ისვენებს იმ გარემოში, რომელიც არის გამორჩეული მაღალი სუფთა ჰაერით, მზიანი დღეებით, ნაკლები მტვერით, ნაკლები დაბინძურებული და ბაქტერიებისგან მინიმალური გარემო სივრცის არსებობით. დიახ, რაც შეეხება მკურნალობას, ამის შესახებაც ვისაუბროთ, ბატონ კახა, თუ როგორი არის თანამედროვე მიდგომები ამასთან მიმართებაში, რა სიახლეები არის და ასევე გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ზოგჯერ თვითნებურადაც წყვეტენ ხოლმე მკურნალობას და რა რისკები შეიძლება გამოიწვიოს. მოგახსენებთ, დღესდღეობით მეცნიერები დაუბრუნდნენ იმ საოცარ მოვლენებს, რასაც ქვია კლიმატოთერაპია, რასაც ქვია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა. მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვან, რომ ადამიანები, რომლებიც არ ეწევიან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით ან სხვა რესპირაციული დაავადებებით დაავადებული პაციენტები, რომლებიც არ ეწევიან, არ მოიხმარენ თამბაქოს ან სხვა გახურებად თამბაქოს ან სხვა ვეიპებს ან მსგავს მოწყობილობებს, მაგრამ ისინი არ მოძრაობენ, ეს იგივეა, რაც დაახლოებით ერთი კოლოფი თამბაქოს მოწევა, სიგარეტის მოწევა. აი ხედავთ, თუ უძრაობასთან გვაქვს საქმე და ადინამიასთან, ამ შემთხვევაში ეფექტი არის ძალიან სავალალო. ამიტომაც ჯანსაღი კვება, ცილები დიდარი და ვიტამინები დიდარი საკვები, მინერალები დაქვე. ხა სუფთა გარემო, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი და იმ პირობების შექმნა, სადაც ჩვენ გვიწევს საქმიანობა, მოღვაწეობა, აი ეს არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც მნიშვნელოვანია ამ დაავადების პრევენციისა და მკურნალობასი. მაგალითისთვის მოვიყვანო, რომ სოფლიოში 10% მოსახლეობის არის დაავადებული ობსტრუქციული დაავადებებით. სიკვდილიანობით ის არის მესამე ადგილზე, 3-დან 6 მილიონამდე ადამიანი იღუპება და ძალიან მაღალია ინვალიდობის
მაჩვენებელი. აი სწორედ ამიტომ ყველა ის საშუალება, რაც ჩვენთვის ასე რიგად მნიშვნელოვანია დაწყებული, რასაკვირველია პრიორიტეტი ენიჭება ბაზისურ თერაპიას, ეს არის მედიკამენტოზური თერაპია და მოგეხსენებათ, რომ ობსტრუქციული დაავადებების დროს ჩვენ ვიყენებთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს, ბეტაურ აგონისტებს, ანტიქოლინერგებს. აი ეს არის ბაზისური, მაგრამ თუ მას ჩვენ დაუმატებთ იმ საოცარ გარემოს, რაც ჩვენ ბუნება გვიბოძა და ისეთი კურორტები, როგორც არის აბასთუმანი, ბორჯომის ხეობა, აღმოსავლეთ საქართველოში არსებული კურორტები, ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ჩვენი იმუნური სისტემა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ საშუალება გვექნება თავი ავარიდოთ იმ ძიმე გართულებებს და გამწვევებს, რომელიც მოყვება ამ დაავადებას. ბატონო კახა, საუბრის დასასრულს და მოგვართოთ შემდეგი კითხვით, რომელიც ეხება პასიურ მწველებს, გარდა იმისა, რომ თამბაქოს მოხმარებაზე ვისაუბრეთ, თუ რა მავნეზე მოქმედება აქვს, მაგრამ ასევე პასიურ მწველებზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ ზოგჯერ ამბობენ, რომ მე ვეწევი ჩემ თავს მევაყენებ ზიანს და შენ რა შუაში ხარ. ამაზე ორივე ცეტყვით რომ მოვახსენოთ რა მდგომარეობაში ვაყენებთ მეორე ადამიანს და დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. რასაკვირველია. უპირველეს ყოვლისა მწევლობა იყო არის და იქნება ის მძიმე პირობები და ხვედრი, რაც არის თითოეულ ჩვენი პაციენტის ჯანმრთელობასთან დამოკიდებულებაში მწევლობის დროს, აი ზუსტად ამ გამოთქმაზე მინდა მწევლობა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ეწევიან ამა თუ იმ თამბაქოს ან თამბაქოშემცველ ნივთიერებას, 25% საერთოდ ელიმინირდება ორგანიზმიდან, 25% რჩება მწევლის ორგანიზმში და 50%-ს გამოყოფს ის გარეთ. ამიტომაც ის გარემოს უფრო მეტ ზიანს აყენებს ხშირად, ვიდრე საკუთარ თავს. ამიტომაც აი ჩვენ კურორტულ მკურნალობაზე ვილაპარაკეთ, ფიქრობ, რომ აი ესეთ კურორტებში მწევლობა საერთოდ უნდა იქნეს აკრძალული ისე როგორც თქვათ მოუწესრიგებელი ავტოპარკის გამოყენება და სხვადასხვა ასეთ ფაბრიკა ქარხნების გაშენებას ამ რეგიონში. ამიტომაც კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით უსურვებ ჯანმრთელობას ჩვენ საზოგადოებას აქვე ჩვენ არ გვისაუბრია, მაგრამ ზღვის ჰავასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს რესპირაციული დაავადებების მკურნალობაში და თუ კითხვები იქნება ან საზოგადოებას დაინტერესებს ეს თემა, მე მზად ვარ თქვენი ეთერით კიდევ ერთხელ გაუზიარო მათ ეს საინტერესო ფაქტები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. ჯანმრთელობას უსურვებთ რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს. ფთიზიატრი, პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი კახა ვაჭარაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.